მეურნეობის მინისტრი გურჯაანში ღვინის საწარმოში ბოლერო და კომპანია წარმოებისა და ახალი სიმძლავრეების დამატების პროცესს გაეცნო. ღვინის სახელმწიფო საწარმოს გრუზვინ პრომი პრივატიზაციის შემდეგ შეფასო ბოლერო და კომპანიამ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და მიმდინარე წელს 8 მილიონი ლარის სიმძლავრეების დამატებას გეგმავს. კომპანია ექსპორტს ისეთ ქვეყნებში ახორციელებს, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ისრაელი. 2017 წლიდან ჩამონათვალს დაემატება საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის ქვეყნები. წლის წინ მოხდა სახელმწიფო კომპანია გრუზვინ პრომის პრივატიზება, რომელიც შეიძინა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებამა კომპანია ბოლერო. კომპანია მთლიანად გადაიარაღდა, გაიზარდა წარმოება და მიმდინარეობს აგენტის სამუშაოები დამატებითი სივრცეების ასაფეთქებლად, რაც საშუალებას მოგცემს იმის, რომ კომპანიამ გააზარდოს წარმოება, ყველის პროცესი უფრო უმნიშვნელოდ ჩატარდეს. საწარმოში ფუნქციონირებს 1 საათში 2500 ბოთლი სიმძლავრის ჩამოსასხმელი ხაზი. ამ რეჟიმით შეგვიძლია თვეში დაახლოებით 1 მილიონ ბოთლამდე ჩამოვასხათ. პროდუქცია საექსპორტოდ გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი.